დამოუკიდებელი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა რეჟიმს. სინათლე არ უნდა ჩაქრეს ამ გზავნილით დედაქალაქის შემდეგ მედიის მხარდამჭერი აქცია მსვლელობა ქუთაისში გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ, ამის შემდეგ კი რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს. აქციას სხვადასხვა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და ზოგადად ყველა ის ადამიანი შეუერთდა, რომლებიც მხარს უჭერენ ობიექტურ მედია საშუალებებს. ჟურნალისტების თქმით, საქართველოში მედია გარემო მკვეთრად გაუარესებულია და ჟურნალისტები ხშირად როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები ხდებიან. სწორედ მედია გვაძლევს დღეს იმედსაც და სწორედ კრიტიკული მედია მზიამაღლობელის თაოსნობით გვაძლევს ჩვენ მოტივაციას. უბრალო მოქალაქეებს, უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც გავართ 300 დღეზე მეტი ამ ქუჩაში, დავრჩეთ ამ ბრძოლის ველზე. და ვიბრძოლოთ მანამ, სანამდე განთავისუფლებული არ იქნება მზიამაღლობელი და მისი სახით კრიტიკული, თავისუფალი მედია. განთავისუფლებული არ იქნებიან სინდისის პატიმრები. სიკეთე ვერასდროს ვერ იბრძოლებს ბოროტები. ამიტომ ჩვენ მაინც სიკეთით ვიბრძოლებთ და ბოროტება აუცილებლად დამარცხება. შეიძლება უცბოთ უფრო მეტხას, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. თავისუფლება სინდისის ყველს. თავისუფლება მზიამაღლობელს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს რეჟიმის ციხეებში ხავს გამოწყდეული, ძალიან მალე იქნებიან გარეთ ჩვენს გვერდით. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უკანონოდ იხდის დღეს სასჯელს. და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თავისუფალ დამოუკიდებელ მედიას რეჟიმი ვერ მოერევა. გაქრება და დაიხურება კრიტიკული მედია ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მოუყვებით საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რა კორუფციულ გარიგებებში არის შესული ხელისუფლება, თუ როგორ ჭამენ ხალხის ფულს, თუ როგორ არაჯეროვნად ასრულებენ თავიანთ საქმიანობას და ასე შემდეგ. კრიტიკული მედია არ გაქრება, სინათლე არ ჩაქრება, ჩვენ ვიარსებებთ ყოველთვის და ვიქნებით იმასე ძლიერები, ვიდრე ოდესმე ყოფილვართ. მე მგონია, რომ დღეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მედიის არსი და მნიშვნელობა. ანუ იციან ის რომ რაღაცნაირად კეთილდღეობის სახელმწიფო შეიქმნას და ჩამოყალიბდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი მედია საშუალებები და ეს თანადგომა, რომელსაც რაღაცნაირად ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ, მაძლევს ზუსტად იმის იმედს, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიები იარსებებს და სინათლე არ ჩაქრება. და საშიში იარაღი არის თავისუფალი სიტყვა. სწორედ თავის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია მოქმედებს ეს ხელისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის განიცდის ელპობას. მხოლოდ იმ ხელისუფლებას ეშინია სიტყვის თავისუფლების, რომელსაც ეშინია მისი მოქალაქეების. პირდაპირი ნიშანია. მე ასე ვფიქრობ. ახლა საქართველოში თავისუფალი დამოუკიდებელი მედიისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული, უფრო სწორად ძალიან რთული დროა, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენოს, მედიის წინააღმდეგ მიიღო სპეციალური კანონები, მედიისთვის მიიღო, მედიის დასაზიანებლად, მედიის გასაქრობად მიიღო რუსული კანონი, შემდეგ მიიღო ეგრეთ წოდებული ფარა, რომელიც სინამდვილეში არის ახალი რუსული კანონი და ქართული ოცნების ხელისუფლების მთავარი ამოცანა, რომ გააქროს თავისუფალი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედია, რადგან ყველაზე მეტად ხელისუფლებას ეშინია ისეთი თავისუფალი კუნძულების არსებობა, რომელსაც ვერ აკონტროლებს. თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში ნიშნავს, რომ ვიღაც არსებობს, რომელიც ყოველგვარი რაიმე მიკერძოების გარეშე ფაქტებზე დამყარებულ ჟურნალისტიკას აკეთებს.
მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში ჟურნალისტის, მედია საშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434 ინციდენტი აღრიცხეს. საუბარია 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში ერთი ინციდენტის დროს ერთდროულად რამდენიმე ტიპის დარღვევა აღინიშნა. ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა პოლიტიკური მოტივით გასამართლება, ფიზიკური ძალადობა და დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა, სამართლებრივი კატეგორიის ინციდენტები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია, საკუთრებაზე თავდასხმა. დარღვევებს შორის ასევე არის შრომითი უფლებების დარღვევის 22 შემთხვევა და ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს უკავშირდება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დარღვევების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია პროევროპული პროტესტების დაწყების შემდეგ, მხოლოდ პროტესტის გაშუქებისას 28 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე მედიის 191 წარმომადგენელი დაზარალდა.